დილამშვიდობის სამეგობრებო ყველას. ჩემს ლოგინიდან მოგესალმებით. მე მინდა ეს 4 დღე, რომელი დღეც გავიარე უშკულიდან გულიანისკენ, შევაჯამო თქვენთან ერთად. ჩემი შთაბეჭდილებები მოგიყვეთ დაწყნარებულ გულზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ დაგროვდა, გულის ტკივილი, სიხარული და ის, რაც ვერ ვთქვი თქვენთან, აი ამ 4 დღის განმავლობაში, ეხლა მინდა გითხრათ. დაწყებული უშკულიდან დამთავრებული ფოთამდე მოვილოცეთ რამდენიმე ეკლესია მე და ჩემმა მეგობრებმა და გადაგხვდა თავგადასავლები. ზოგიერთი მათგანი თქვენც ნახეთ ლაივებში და ზოგიერთი ახლა უნდა მოგიყვეთ. მაგრამ მანამდე სანამ მოგიყვებით ახალ თავგადასავლებს, იმ თავგადასავლებს, რაც თქვენ ნახეთ და მეც შემდეგ ლაივებში, ჩემს ლაივებში, თამარის ლაივებში, ხო? იქ ბევრი რამე სათქმელი დამრჩა და ახლა გეტყვით. განსაკუთრებულად მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ საკითხს, რომელ საკითხზეც მე და მღვდელმსახურმა დავითმა გელათის ციხეში, გელათის აკადემიაში ვისაუბრეთ. მოვითხოვდი არქეოლოგს, თუმცა არქეოლოგი იქ არ არის. მღვდელმსახურ დავითთან მე ამ თემებს ვერ გავივლიდი და მის კომპეტენციაში სავარაუდოდ არ შედის ის საკითხები, რომ ის ქვები, რომელიც გელათის აკადემიაში იატაკს ამშვენებდა, უნიკალური ქვები იყო. მე თუ ადამიანი ამას ვერ ხედავს თავად, შემიძლია ავუხსნა, მაგრამ არა სასულიერო პირს. სასულიერო პირის დანიშნულება არის ის, რაც ვუთხარი, რომ იქ მადლი იყო იმ ქვებში. და ამ მხრივ უნდა გაიგოს სასულიერო პირმა. თუმცა საერო პირმა შეუძლია უფრო მეტი გაიგოს. და ახლა გეტყვით მე თქვენ რა შეიძლება რომ მეტი გაიგოთ ამის შესახებ. როდესაც არქეოლოგები მუშაობენ ასეთ ძველ ძეგლებზე, აი დაუკვირდით, მე-12 საუკუნის ძეგლზე თავისი პირით განაცხადეს. მე-12 საუკუნის ძეგლზე თამარის დროსთან უკავშირდებით. არც ერთი ქვა იატაკზე ჩვენი მეფეების დროს ესე უბრალოდ არ იდებოდა. ყველა ქვას თავისი დატვირთვა ჰქონდა. ყველა ქვას თავისი დაჭრა ჰქონდა და ის თავის ენას საუბრობდა. მე არ ვიცი ამ ობიექტის არქეოლოგი ვინ არის და ვინ მართავს ამ არქეოლოგიურ გათხრებს და ამ არქეოლოგიური პასუხისმგებლობა ვის აქვს აღებული გელათის ტაძარზე და გელათის აკადემიაზე, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, მივედი, ვნახე ძალიან დიდი არაპროფესიონალიზმი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თავზე მეხის დაცემა არის ეს იმ ადამიანისთვის, როცა ჩვენ ვამბობთ, გელათის აკადემიაზე ვსაუბრობთ, საიდანაც ხალხო განათლება გადის. განათლება გადის გერმანიამდე, აქედან წასული გერმანიამდე. იქ მიღებული განათლებით ჩამომიყვანს ღმერთი აქ და მაჩვენებს, რომ საქართველოში საიდანაც განათლება გავიდა და გერმანიამდე მივიდა. გერმანიაში მიმიყვანა ღმერთმა მასწავლა და ჩამომიყვანა და მანახა. აი როგორ დაეცა შენი საქართველო. აქედან გასული ცოდნა
აღარ ფასობს. რატო აღარ ფასობს? ჩვენ იმ ერის მატარებელი ვართ, საიდანაც განათლება გავიდა. ჩვენ ჩამოგვიყვანეს საქართველოში და დაგვისვეს ის არაპროფესიონალი ხალხი, რომელმაც ამ ქვების მნიშვნელობა არ იცის ხალხო. თითოეული ქვა, პატარა კენჭიც კი, რომელიც მე-12 საუკუნეს უკავშირდება, არავინ არ მოგცემს შენ საზღვარგარეთ. მთელი იატაკი არ ვიცი სად წაიღეს. მართალია მღვდელმა დავითმა ეცადა ჩემი ოდნავ შემსუბუქება ამ სიმძიმისა და ეცადა რომ ეთქვა რომ აი კედლებში ჩააყოლეს ეს იატაკის ქვები, მაგრამ ამიტომ ვუთხარი რომ არქეოლოგს ესაუბრებით და მეტი არ გაბედოთ. მეტი ტყუილის თქმა აქ არ გაბედოთ. იატაკის ქვები კედლებში არ დამინახავს მე. იატაკის ქვები კედლებში არ ყოფილა. იატაკის ქვები არის იატაკის ქვები, ხალხო. ეს იატაკის ქვები სპეციალურად ირჩეოდა. სპეციალურად იჭრებოდა და სპეციალურად იმ ადგილზე ედებოდა, სადაც საჭირო იყო. შემდეგ ამ იატაკზე ენერგეტიკა ჩვენი წინაპრების გადადიოდა. ამ ქვებში ენერგეტიკა იდო ჩვენი წინაპრების. და რა მოგვითრიეს, რა ქვა დაგვიჭრეს და რა ქვებით გამოგვიცვალეს, ხალხო. სარკაზმულად ეცადა სასულიერო პირი დავითი, რომ ჩემთვის დაეცინა, რომ ქვებს დასდევო და შემიძლია ერთი ვედრო გავავსო ცრემლებით, ხალხო, ისე ვითირო ეხლა. ასეთ რაღაცას გეუბნები და შენ მე დამცინი? ქართველი არ ხარ? ქართველები აღარ ხართ? ნუ თუ გონიერი ადამიანები აღარ ხართ და თუ გონიერი ადამიანები სადმე კიდევ მოიძებნებით, რატომ დამუნჯებულ ხართ? ქართველები აღარ ხართ? ნუ თუ ყველა გავიყიდეთ, ხალხო. გავიყიდეთ, ხალხო. რას ვაკეთებთ, ხალხო? რას ვაკეთებთ? სად არიან ჩვენი მღვდლები? რატომ შესდის საპატრიარქოს ამდენი ფული? რისთვის რომ ეძინოს? მე უნდა დავდიოდე და მე უნდა ვყვიროდე და მე უნდა მივტიროდე ამ ჩვენს განს? თქვენი დედა მოვტყან მე ყველასი, ვინც არ იღებს ხმას და ესმის ეს საკითხი და არ იღებს ხმას. გინებას კი არ იმსახურებთ. მიწაში ჩადებას იმსახურებთ ჩემი პირიდან. მაგრამ არ ჩაგდებთ მიწაში. აეთრიეთ, აასციეთ თქვენი საჯდომი და იმუშავეთ. დედამოტყნულებო თქვენ. გელათის აკადემიიდან უნიკალური ქვები გამოგვიცვალეს, ხალხო. ეს მახინჯი ქვები ჩაგვისვეს. თქვენ აი ეხლა რა მემართება, იცი ხალხო? აი თქვენ კიდე არ იცით რა მხელა მნიშვნელობის რაღაცეები გაზიდეს. ხმალსაც თუ გინდათ, ხმალი კიდე დამზადდება. ხმალი კიდე დამზადდება, ხალხო. და ქოშიც კიდე გაკეთდება, მაგრამ ქვები, მისი ძალა, მასში ჩვენი წინაპრების ძალა. ხომ კიდევ ერთხელ გითხარით, რომ არ ირჩევდნენ ჩვენი წინაპრები უბრალოდ რამეს. ყველაფერს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და იცოდნენ მათი ძალის შესახებ. ყველა წაიღეს, ხალხო, ყველა ქვა მოპარულია. მილიარდობით საფასურია ამ ქვის ფასი, იცით თქვენ? მილიარდიც არ იყოფა ამ თითოეულ ქვაში. არ ვიცი ვის მისეს, არ ვიცი სად და როგორ გაყიდეს, მაგრამ გაყიდულია.
გაყიდულია ხალხო, გაყიდულია, ვიყიდებით, მთლიანად ვიყიდებით, დედა მოტყან მე. ამ სახელმწიფოს მართველისაც და ამ სახელმწიფოს მამისაც, მამად წოდებულისაც, ბიჭო. ვინ არის, სად არის ამ სახელმწიფოს მამა, რას აკეთებს, რას მიკეთებს? დედა მოტყნულია, ან ჩვარია ვიღაცა. რას მიკეთებს, ბიჭო? მე უნდა მივსულიყავი იქ და მე გამეჟღერებინა ეს. მე უნდა მეთქვა და მე უნდა მენერვიულა გელათის ეკლესიიდან, გელათის ტაძრიდან კი არა და გელათის აკადემიიდან ქვებია დაკარგული. ათასობით თქვა დაკარგულია. რამდენიმე ათასობით თქვა დაკარგულია. საწავიდა ის ქვები. გაფუჭებული იყო, ხო, თქვენს პატრონს, თქვენსას, ჩვენს პატრონს მართლა რა დაგვემართა, ბიჭო. ეს ქვები გაფუჭებული იყო. თამარის ხმალი აღარაფრად არ ვარგო და რაისას მივადი. რა ჩვენ ფეხებად გვინდოდა თამარის ხმალი? რა ჩვენ ფეხებად გვინდოდა საქართველოს თამარის ხმალი, აბა მითხარით? ჩვენ ვინმე რაში გვჭირდება? რაში გვჭირდება, ბიჭო? რაში გვჭირდება? რაისა უფრო კარგი ტიპია ვაჩუქოთ? რასაცა გასცემ შენია მაგის დედა მოტყან? რასაცა გასცემ შენია, დიახ? არ მოგვპარეს, გავეცით, რასაცა გავცემთ ჩვენია. შეიცვალა სცენარი. არ მოგვპარეს, ვერც გაგვქურდეს და ვერც დაგვაგოიმეს. გაჩუქეთ. თქვენი იყოს ყველაფერი. თქვენი იყოს, არ გვჭირდება ჩვენ ისედაც გვაქვს მადლი. ვერავინ ვერ მოგვატყუებს. თქვენ თუ მოტყუდებით, მე არ მოვტყუდები. მე ვერავინ ვერაფერს ვერ მომპარავს. მოგეცით და გაჩუქეთ. ესე ჯობია. ვიდრე დავჯდეთ და ვიძახოთ, რომ გვპარავენ და გვქურდავენ და გვაგოიმებენ ჩვენ საწყლებს. რასაცა გაცემ შენია. ვაჩუქოთ, ყველაფერი გავცეთ. ბრძანება გასცემულია, ყველაფერი გაეცით. გაეცით, უსასყიდლოდ გაეცით. გესმით? გაეცით. აღარ ვინერვიულოთ. ყველაფერი თქვენი იყოს. მთებიც წაიღეთ. ჩამოზიდეთ. დაბქვით, წაიღეთ. ყველაფერი წაიღეთ, მიწაც წაიღეთ, ქვებიც წაიღეთ. რაც კი საქართველოს ტერიტორიაზეა, ხალხიც წაიყვანეთ. გაჩუქეთ, ყველაფერი თქვენი იყოს. ვინც საქართველოს სიწმინეებს ეპოტინებით. თავისი ხალხიანა და წმინდანებიანა წაიღეთ, თქვენი იყოს. თამარის კაბაც თქვენი იყოს. არ გვჭირდება ჩვენ ისედაც ღმერთი გვყავს. აღარ გვინდა მამა, აღარც ვინმე პოლიტიკოსი, ყველაფერი თქვენი იყოს. წაიღეთ, არაფერი აღარ გვინდა. აღარ გვინდა. გავთავისუფლით მატერიისგან. ჯობია ესე ვიფიქროთ. აბსოლუტურად აიხლა ორ წამში შეიცვალა სცენარი. რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო. ხო და გავეცით, გავცეთ, გავცეთ და გავცეთ. გავცეთ, ებრაელებს უნდათ წაიღონ. ურიებს უნდათ წაიღონ. ამერიკელებს უნდათ წაიღონ, ჩინელებს უნდათ წაიღონ, კონდეთ. არა აქვთ, კონდეთ. ჩვენ კიდე გვექნება. ჩვენ ღმერთი გყავს. თავზე დაემხობა ყველას ის, რაც მას არ ეკუთვნის. რაც წაგლეჯილია და რაც მოტყუებით წაღებულია. ესე ძალიან გინდა? გვითხარი და გაჩუქებთ, ბიჭო. გაჩუქებთ.
თამარის სამების ტაძარი კაბენის მონასტერზე ალაგებულია თავისი საძირკვლიანად. ალაგებულია ერთი კენჭი არდევს იქ იმ მონასტრის. მე-19 საუკუნეში ჯერ კიდევ ფოტოა გადაღებული ამ ხელა სამება ეკლესიის. ეს ქვები ვინ წაიღო, სად წაიღო, როგორ გადაზიდა, რატომ გადაზიდა, გაჩუქეთ. თქვენი იყოს ყველა ეკლესია სათითაოდ დაშალეთ, ქვაქვაზე არ დატოვოთ, დაშალეთ, წაიღეთ და სადაც გინდა იქ ააშენეთ. თქვენი იყოს ყველაფერი. გინდათ, გქონდეთ თქვენი იყოს. აღარ გვინდა ჩვენ მატერიიდან სულიერში ავმაღლდით, აღარ გვინდა ჩვენ ეს მატერია. აღარც თქვენი ეკლესიები გვინდა და აღარც თქვენი ეკლესიის ქვები გვინდა. წაიღეთ, გქონდეთ, ყველაფერი თქვენი იყოს. ხმალიც თქვენი იყოს, ჯვარიც თქვენი იყოს, თქვენ გქონდეთ ის ჯვარი, რომელიც ჩვენ მეფეებს ჰქონდათ აკიდებული. თქვენ დაგეკისროთ კისერზე, ურიებო და ებრაელებო, სომხებო და ურჯულო ხალხის წარმომადგენლად, თქვენი იყოს ის ჯვარი, რაც ჩვენს მეფეებს ჰქონდათ, კისერზე დაკისრებული, თქვენ გადმოგეცათ ახლა და თქვენ იწვალეთ ახლა, თქვენ გადაარჩინეთ ის, რაც ჩვენ მეფებმა გადაარჩინეს. თქვენ იწვალეთ ახლა იმათნაირად. დედამოწყნულებო თქვენ. მე აღარ მერიულობ, მორჩა. რასაც გასცემ შენია. ერთადერთი კიდევ შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი მაწყნარებს. ვერც ერის მამად წოდებული ვერ მაწყნარებს. დედამოწყნულია ჩვარივით დევს. ვერც ამ ქვეყნის მილიარდელი ბოსი მაწყნარებს. ყიდის და ყიდის კიდევ უფრო მეტი მილიარდები უნდა დედამოწყნულს. ისევ შოთა რუსთაველის სიტყვები მაწყნარებს, რასაც გასცემ შენიაო. რაც შენ ფეხებად გვინდა, ან ეს ქვები, ან ეს სიწმინდეები, რაც შენ ფეხებად გვინდა ხალხო, რასაც გასცემ შენია. რა ვერ ვისწავლეთ ესეთი? რა ვერ ვისწავლეთ? დაეტიე შენს ტყავში რა, წადი შვილო, ილოცე. გუშინ ერთ-ერთ ადამიანს ველაპარაკე. გინდაო შიოს შეგახვედრო, მეუბნება. შიოს რო შემახვედრო, რა უნდა უთხრა მეთქი შიოს? გადასცემსო ილიასო, რისი თქმაც გინდოდაო? რისი თქმა მინდა მეთქი ილიასთვის? ის რაცაც ახლა დგავა 4 წლის განმავლობაში ყვირი, იმაზე მეტი რა უნდა უთხრა ილიას? მაშინ როცა მივედი და სულიწმინდა მიმიყვანა მასთან 2 მადლის ქვით, მაშინ რო არ გამიღო კარი, მაშინ მიმიყვანა სულიწმინდა და მაშინ ეტყოდა სულიწმინდა მას სათქმელს. ახლა უკვე თქვა ყველაფერი. ახლა უკვე გამოიტანა მისი ჩაჯმული ტრაკი გარეთ. ასე სურდათ მათ. და კიდევ იციო? დარწმუნებული ხარო, რომ ილია მიცისო? რომ შენ ელოდებოდი გარეთო? ეგ მე აღარ მაინტერესებს რა. ეგ მაგისი პრობლემა არის. თუ 4 წლის განმავლობაში ჩემს შესახებ ილიას ვერ უთხრეს, ეს ჩემი პრობლემა კი არა ხალხო. არც სრულიად ერის პრობლემა არ არის, ეს თვითონ ილიას პრობლემა არის. ჩვარად უდევთ იქ და არც არაფერს აგებინებენ ხალხო. ეს მაგაზე თვითონ იდარდოს, მე აღარ მადარდებს. მაკეთებინებს უკვე სულიწმინდა საქმეს, მაგის გარეშეც, მაგ დედა მოტყნულის გარეშეც, გესმით? ერთი რამე მითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქის ხსენება არ იყოს აქ ჩემთან რა. ილია მეორეს ხსენება არ იყოს, მაგასთან რაც ჩემი ფეხი მინდა რომ მივადგა, ბიჭო, აქეთ მოვიდეს დამიჩოქოს. ვინ არის ეგ ჩემი ყლე რომ მქონდეს, ვიტყოდი ჩემი ყლეთქო რა.
და არც ერთი სიტყვა არ შემენანება აქ რო წინაშე ჩემ წინაშე წარსდგეს იგივეს ვეტყვი პირში ბიჭო რა შიო ვინ ყლე უკაცრავად რა არ არის ეს სიტყვა საუკაცრავო რაც ეკუთვნის ის უნდა უთხრა არანაირი შელამაზება და შეფარდება არ შეიძლება მან რაც გეკუთვნის ის უნდა გიწოდონ სვანი რო იყო გაგეხარდებოდა არ არის ეგ სიტყვა ცუდი ბიჭო ისეთი ადამიანის წინაშე რომელი ადამიანიც თავის სამშობლოს ვერ უვლის მე რა მესაქმება მოლაპარაკებაზე წავიდე ვერ უვლის ხედავ იმასთან მე რა მინდა ბიჭო რა მინდა იმასთან აქეთ მოვიდეს და მკითხოს რანაირად გამოვიმუშავე ეს მადლი რომ დაცვის გარეშე დავდივარ და პირდაპირ იმ ხალხს ვამხელ ვინც სამხელია დამოტყნულები 4 დღის განმავლობაში მარტო მე და თია დავდიოდით ჩემი პატარა კუკუმანქანით დაყვებოდნენ ჩუმჩუმელად ვიღაცეები მაგრამ ამ ჩემს ფეხებს თუ დამყვებოდნენ იარონ და მიყურონ აგერ თქვენს მიყურებთ რას ვაკეთებ მე იმ ხალხის გამკვირვებია ვინც ტელევიზორებიდან ვიღაცას უყურებს რომ ის გადაარჩენს საქართველოს არავინ არ გადაარჩენს და თუ ვინმეს ჩემი იმედი აქვს გეტყვით რა მე ხიც დაგცემიათ მაგ თავზე საქართველოში თუ კი ესეთი ტრაკგასიებულები ზიხართ და ვიღაცის ხარჯზე გინდათ გადაარჩინოთ საქართველო აქედან ტაში უკრათ მხოლოდ რა მე ხიც დაგცემიათ თუ გეუბნებით რა აღარ არის საქართველო მე საქართველო ვერ ვნახე მე საქართველო ვეღარ ვნახე მე ვნახე დასაცოდავებული ქართული ძეგლები მე ვნახე წართმეული ჩვენი სიმდიდრე მე ვნახე უსუსური ილია მეორე რომელიც ერის მამად წოდებული უწმინდეს უნეტარესად არის აყვანილი უსუსური ეგ რომ არ ყოფილიყო სვანეთში მითხრეს რამდენიმე ქალმა ჩვენ ეკლესიები არ გვექნებოდაო ღმერთმა გაგაგებინოთ რამდენი ეკლესია დაგვემხომ თავზე ეს კაცი ზის და მყუილის გარდა არაფერს აკეთებს ჩვენი ეკლესიები რომელიც თავზე გვემხობა ის გაგაგებინოთ და ის გაწმენდინოთ ღმერთმა ვინც ეგ სიტყვა მითხარით რომ ეს რომ არ ყოლოდა ეკლესია არ გვექნებოდაო დედა მოტყნულმა იქ ისიც მითხრეს რომ ზვიადიმ რამდენი სიკეთე გაუკეთა უშკულს და მერი ამ დედა მოტყნულმა რომ უაკვლევინა ღმერთმა გაგაგებინოთ სიმართლე ვინ არის გაგაგებინოთ ღმერთმა თვალებიდან ეს ბინდი მოგაშოროთ მე ხიც დაგცემოდეთ აი ამისთვის სწორედ რა თუ ვინმეს საქართველოსთვის გული შეგთქივათ მაშინ თქვით რასაც გასცემ შენია დავიკიდოთ რა არც მიწა გვინდა არც წყალი ღმერთი მოუვლით მაგათ არ გვინდა არც სიწმინდეები არც ეკლესიები და არ გვინდა ეს ფეიკები რა გამოცვლილი ეკლესიები ჩვენ არ გვინდა რა სიწმინდით აგებული ეკლესია სიმწრით აგებული იატაკი სიმწრით დაგებული იატაკი გამოგვიცვალოთ რაღაცა ფეიკ რაღაცა ქვებით ბიჭო არ გჭირდება ეგეთი რა თქვენი იყოს შეიკვეტეთ ტრაქში არ გვინდა არა ის
წმინდანების ხორცებით რომ დადიხართ და დაჭამეთ და ხანსა წაიღეთ იმის გული და ხან იმის ფეხი და ხან იმის თითი, ისიც თქვენი იყოს თქვენში კაცი ჭამიები ხართ. თქვენი იყოს გშიათ, ჭამეთ. არ გშია, ჩვენ მაძღრები ვართ უკვე. ჩვენ აღარ გშია. თქვენი იყოს. იმ წმინდანებად ის კაბები იმიტომ დატოვეს, რომ თქვენი თქვლიფოთ, რადგან გშიათ. თქვლიფეთ. მძორი ჭამიებო, თქვლიფეთ. ის კაბების თქვენ თქვლიფეთ, მისი ქვებით და მისი სიწმინდეებით. თქვლიფეთ, ცოდოები ხართ, არ გაქვთ და გინდათ რომ გქონდეთ და გქონდეთ მიიღეთ. როლებში შევიჭერი, ხო? თამარ მეფე მგონია თავი. როლებში შევიჭერი მხოლოდ და მხოლოდ როლში შეჭრა მალაპარაკებს ამდენს დედამოწყნულებო. როლში შევიჭერი, მთლიანად ფილმში მგონია თავი. და მერე ეგრეც რო იყოს, მერე რას ცუდ საუბრობ? არასწორს საუბრობ რამეს? თუნდაც როლში ვიყო შეჭრილი, მერე? რაც გითხარი, არასწორი გითხარი? თუ თამარი არ გეტყოდა ამას, შე დედამოწყნულო შენ. გაიხედე, ბიჭო, ფარდის იქით გაიხედე. თუ შეგშურდა შენ რომ ვერ აკეთებ იმდეს, რამდენსაც მე ვაკეთებ. დედამოწყნულო შენ. ყველას გეუბნებით, ვინც სახში ზიხართ. და ვერაფერი ვერ გაიგეთ ამ დედამიწაზე. სვანებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. არიან იქ ვნახე ძალიან კარგი სვანები და ძალიან კარგი ადამიანები, რომელიც თვითონ თავისი ოჯახის წევრების მიერ განიდევნებიან, იმიტომ რომ ისინი რაღაცას სული წმინდის წვდომაში არიან. მაგრამ სული წმინდაზე მაღლა უფრო ილი არ დგას. ასე გონია ჩვენს ილიას. სული წმინდა მიიყვანს იმ ილიას იმასთან, ვიზეც მაღლა უფრო თვითონ დააყენა თავი. ეხა წავედი მე რა. ეხა წავედი მე ხალხო რა. ეხა წავედი რა. საწავედი აგერ ვარ, დავიძინებ ეხა კარგად 1-2-ს ამდენი ვიარე. წვიმს შვენიერი ამინდია. წავედი მივხედო ბავშვებს, რომლებიც სკოლაში არიან ეხლა. ხო და ისე რომ იცოდეთ რა, ქალის დანიშნულება მარტო ბავშვების მიხედვა არ არის. აგერ დავდივარ და ბავშვებზე უარეს, ჩემს ბავშვებზე უარესი ბავშვები დგანან ეკლესიებში მღვდლებად. ბოდიშით რა ესე რომ გიწოდებთ, მაგრამ გაგებაში არ არიან ასაკეთებენ რა. არც მადლიერები, არც სულიერების, არც რაიმე საკითხის, აი მაგალითად ის არ ესმით ადამიანებს, რომ ვაჭრობა არ შეიძლებაო რა, ეკლესიებში ვაჭრობა არ ესმით, უბრალოდ არ ესმით. აი იცით რა არის? აი მოდი ესე ვილაპარაკოთ რა. მე შეიძლება გავბრაზდე ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ მე ბევრი რამე მესმის, ხო? მაგრამ მე რატო არ ბრაზდები ჩემ თავზე ეს მიკვირს რა. არ ესმით ადამიანებს და რა გინდა რომ გააგებინო? ჯერ არ არისო მზად რა. არ არიან მზად. ჯერ თამაშობენ ვაჭრობანას. ითამაშონ.
მე ვთამაშობ თამარ მეფობანას. ვითამაშებ. არა, ნუ რავინ ნუ დამიშლის. არაფრით არ ჩამოუვარდება ეს ამის თამაში, თამარ მეფობანას თამაში, იმას რომ ადამიანები და მღვდლები ეკლესიებში ვაჭრობანას თამაშობენ. არანაირად, აი პირდაპირ გეუბნებით იმ როლზე გაცილებით უფრო უკეთესი როლია, რომ ვითამაშო თამარ მეფობანა რა. მართლა გეუბნებით რა. რა პრობლემაა მე ვერ ხვდები რა. აი მართლა ვერ ხვდები. ძალიან ბევრი პრობლემები დავინახე მე საქართველოში. ზოგი არქეოლოგიანას თამაშობს, არ იცის თამაშობს. არ იცის, მაგრამ მაინც თამაშობს. ზოგი მღვდლობანას, ზოგი ვაჭრობანას, ზოგი მილიონრობანას და მეც ავდექი და დავიწყე თამარ მეფობანას თამაში რა. მაგრამ მისწორდება რო იცოდეთ. მე რა რო სანერვიულო. აბა თამარ მეფობანა მაგას ნიშნავს, თორე აბა ეხა წამოგორებული იყო ილიასავი და კოტრიალობდე. მაგას არ ნიშნავს თამარ მეფობანა. თამარ მეფობანა ნიშნავს, რომ აქედან იქ დადიოდე, იქიდან აქ დადიოდე, იქ აკონტროლებდე, იქ და ნერვიულობდე, ასწავლიდე. აი მაგას ნიშნავს თამარ მეფობანა, სხვას კი არაფერს. ხო და ვთამაშობ მეც რა. გეუბნებით რასაც გასცემთ თქვენი აკაც გაეცით. რას ლაპარაკობ, კაცო, იმ მღვდელმა სადა ჩემი მოტყუება, მაგრამ ვინ მოატყუებს, ვიჟე თამარ მეფეს მოატყუებთ თქვენ? მე თამარ მეფობანას თამაშობ მეთქი გესმით? თქვენ თამარ მეფეს მოატყუებთ რამეს? ვერ მოატყუებთ, ვერა. იმიტომ თამაშობ თამარ მეფობანას, რომ ეს როლი ძალიან რთული როლია. ეს როლი ვერავინ ვერ მოირგო, ვერავინ ვერ ითამაშა თამარ მეფობანა. ხო და მე ვითამაშე. მე ვთამაშობ ეხლა. გესმით? ამიტომ მომარგო ღმერთმა ეს როლი, რომ იმდენი მესმის სულ ცოტა რამდენი თამარ მეფეს ესმოდა რა. სხვანაირად ვერ ვითამაშებდი მე ამ როლს. ახლა დავდექი და ვთამაშობ. შენს თამაშობ მღვდლობანას. შენს თამაშობ ილია მეორობანას და პატრიარქობანას. და მეც გეთამაშები რა. ხო და ნუ გაგიკვირდებათ რომ ვიგინები და ნუ გაგიკვირდებათ რომ ესეთ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ სხვანაირად მე თამარ მეფობანას ვერ ვითამაშებდი თქო, ხო გითხარით? მაშინ ძალიან სუსტი მსახიობი გამოვიდოდი და როლს წამართმევდნენ. ვინები? ზეციური ძალები. გამომდის თამარ მეფობანა? იქამდე მომცემენ ამ როლს. არ გამომივა? წამართმევენ. და მერე სხვას მისცემენ იმ როლს. ესე უფრო იოლიანით უნდა აგიხსნათ ყველაფერი მე მგონი. იმიტომ რომ თქვენ ბავშვობანას თამაშობთ. თქვენ ჯერ გინდა იცი იყოთ ბავშვები. აღუ.